ლანჩხუთში ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია ხმაურით დასრულდა. დელეგატებმა რაიონული კომისიის თავმჯდომარედ გოგი გეგაძე აირჩიეს. ხმაური რამოდენიმე დელეგატის პროტესტს მოყვა, რომლებიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალების არარსებობას აპროტესტებდნენ. დამფუძნებელ კონგრესზე 5-კაციანი ბიუროსა და თბილისში დაგეგმილი პარტიის ყრილობის 12 დელეგატის არჩევაც მოხერხდა. პროტესტი მოყვა ფოთში პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის არჩევასაც. ირაკლი კაკულიას დანიშვნა კოალიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა მარინა ღლონტმა გააპროტესტა, რომელმაც დავით საგანელიძე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა. ფოთის დამფუძნებელ კონფერენციაზე პარტიის მთავარი კომიტეტის და ასევე 16 თებერვალს თბილისში დაგეგმილი პარტიის ყრილობის დელეგატების არჩევაც მოხდა. Იასარ უკვე განსაზღვრულია ბატონი საგანელიძის მიერ, რომ უნდა იყოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. აქ არანაირ არჩევანს არ აქვს ადგილი. და მე კითხვას ღიად ვტოვებ, რომ რას ნიშნავს ეს? ამას წინათ ბატონმა საგანელიძემ ბატონ ავასანიაზე თქვა, რომ თითქოს იქ ნაციონალები არიან შესული და ასე შემდეგ. მე მოუხდა ბოდიშის მოხდა. ეხლა მე ვეკითხები, თვითონ ვის ემსახურება ბატონი საგანელიძე და რას ემსახურება აი ამ საქციელი? ჩვენ ძალიან ღიად და თქვენთან დასწრებით ჩავატარეთ ეს კონფერენცია. ქალბატონი მარინა კარგი ადამიანი, მაგრამ ეს პარტიის წევრი არ არის. ქალბატონი მარინა ღლონტი არ არის პარტიის წევრი. ყოველგვარი ექსცესების და ყოველგვარი მსგავსი ჩატარდა, ნორმალურად დეპუტატების აქტიურობაც მაღალი იყო და მე ვფიქრობ, რომ ლანჩხუთში დღეს იწყება ახალი ერა პოლიტიკურ ცხოვრებაში, გამოვიდა ასპარეზზე ქართული ოცნება. მივიღე სწორი გადაწყვეტილება დავნიშნე შტაბის უფროსი ბატონი გოგი გეგაძე და ვთვლი, რომ ძალიან გამოცდილი და ძალიან ცოდნები რომ